9 მარტი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა სასტიკად დაარბიეს თბილისში პროსტალინისტური ქართული დემონსტრაცია. ყველაფერი კი ასე დაიწყო. 1954 წლის თებერვალში კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა დაგმო სტალინის კულტი და ხაზი მის ქართულ წარმომავლობას გაუსვა. ეს ქართველმა ხალხმა შეურაცხყოფად მიიღო და 4 მარტიდან თბილისში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო. 9 მარტს საბჭოთა საქართველოს იმჟამინდელმა ლიდერმა ვასილ ჟავანაძემ დემონსტრანტებს დაშლისაკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ დემონსტრაცია გაგრძელდა და დემონსტრაციამ გადაინაცვლა ლენინის მოედნიდან კავშირგაბმულობის შენობისკენ, სადაც მცდელობა იყო, რომ დაეკავებინათ შენობა, რასაც ცეცხლის გახსნა მოხდა საბჭოთა ჯარების მიერ და უამრავი ადამიანი დაიღუპა. ეს განსაკუთრებით ტრაგიკული არის საქართველოსათვის, რადგან მას სხვადასხვა მონაცემით რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე ადამიანი ემსხვერპლა. განსაკუთრებით ტრაგიკული კი ის არის, რომ ერთი დიქტატორის დაცვის გამო მეორე დიქტატორის ხელით უამრავი ქართველი შეეწირა ტრაგიკულ თარიღს.